მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო. მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. ეხლა პატარა შესავალი მინდა გავაკეთო ადამიანებისთვის, ვინც შემოდის, ასე ვთქვათ, ჩემს მიერ შექმნილ სახლში, თქვენთვის, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება ამ სახლიდან მიღებული დახმარება, ინფორმაციული, ჩემი განწყობებით და იღებს კიდეც ადამიანები და ძალიან მიხარია და ძალიან მადლიერი ვარ სამყაროსი იმისთვის, რომ მოგცვა ამის საშუალება, რომ მე ვიყო გამტარიარხი, თქვენ კი მიიღოთ ინფორმაციულად დახმარება თქვენთვის საჭირო მდგომარეობაში და სიტუაციაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სამყარო აძლევს, ასე ვთქვათ, უხსნის ამ კარს, შემოუშვებს, ასე ვთქვათ, ჩვენ სახლში, ჩემს მიერ შექმნილ სახლში, რომელიც ჩვენი ყველასია და ეს ადამიანს, ასე ვთქვათ, უწყობს გამოცდას და შემოდის ეს ადამიანი და თავის გამოცდაში იმ წამშივე იჭრება, მოდი ასე ვთქვათ. რას გულისხმობ ახლა ამ ყველაფერში? არ შემეძლო რომ არ მეთქვა. ჩემს მიერ ატვირთულ ვიდეოზე ფონად ადევს მუსიკა, რომელიც დაბალ ტონში ისმის და ჩემი ხმაც რბილად ისმის იქ. ადამიანი შემოდის სახლში სტუმრად და შექმნილ კომფორტში, ასე ვთქვათ, იძლევა შენიშვნებს. ჩემო ძვირფასო ადამიანო, ეს არის სრული უკულტურობა, როდესაც სტუმრად მიდიხარ და ადამიანი რითი გაგიმასპინძლდება, იქ აძლევ შენიშვნებს. ასეთ შემთხვევაში, თუ არ მოგწონს, უბრალოდ უნდა ადგე დროზე ადრე და წახვიდე იმ სახლიდან. ანუ ადგე და გახვიდე ამ სივრციდან და შეხვიდე იმ სივრცეში, სადაც შესაბამისად დაგხვდებიან. იმედია გავიგეთ. დანარჩენად მე თქვენი კომენტარები აქ არაფერში არ მჭირდება. იმის შესახებ მე როგორ უნდა ვაკეთო ვიდეო, რა ფორმატით უნდა დავდო და როგორ უნდა ვიმუშაო ჩემს მიერ შექმნილ, ასე ვთქვათ, გარემოში. გამიგეთ ჩემო სიხარულებო? ეს არის სრული უკულტურობა. დანარჩენს კი მოგესალმებით ყველას, გიგზავნით უდიდეს სიყვარულს, სითბოს, გისურვებთ პოზიტიურ წარმატების და დადებით ენერგიებს და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ძვირფასო ადამიანებო, მათ შორის შენს ვიზეთს ვისაუბრე წერად. ოღონდ ჩვენი სივრცისგან შორს, იმიტომ რომ აქ ამ სივრცეში ყველაფერი არ მუშაობს, უბრალოდ გეუბნები, იმიტომ რომ შემდგომში შენი კომენტარი არავის არ ჭირდება და არ დააფიქსირო ასეთ საკითხთან მიმართებაში და თუ დააფიქსირებ, უბრალოდ ჩვენ სივრცეში არ არის ასეთი ადამიანების ადგილი და უბრალოდ ავდგები და დავბლოკავ ასეთ ადამიანს, იმიტომ რომ მეტად პასუხს აღარ გავცემ, ხო? იმიტომ რომ ახლა ვალდებული ვარ პირველ სიტუაციაზე ადამიანს მით უმეტეს რომელსაც ისეთი არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ ვუთხრა, რომ ეს არ არის წესი და კულტურა. ნუ შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სივრცეში არაპოზიტივს არ ვაჩერებთ. იმიტომ რომ აქ არის სიტუაცია, აქ არის სივრცე, სადაც ვცდილობთ ჩვენ ნეგატიური პროგრამებიდან თავის დაღწევას გამოსვლას და გამოგვდის და არაერთს გამოსდის და გამოსვლია და უფრო წინსვლას და წარმატებებს გისურვებ ჩემო ძვირფასებო თქვენს სულში და თქვენს თავში. ასევე YouTube, იმიტომ რომ ვიდეო აქაც რო იტვირთება YouTube-ზე, TikTok-ზე რო იტვირთება YouTube-ზეც. YouTube აუდიტორიას მინდა მივმართო. სხვათა შორის TikTok-ზე არის სხვა აუდიტორია და YouTube-ზე არის უფრო სხვა აუდიტორია. მადლობა TikTok-ის აუდიტორიას უდიდესი, ასევე YouTube-ის აუდიტორიას. თუმცა YouTube-ის სივრცეში ხდება რა? YouTube-ის სივრცეში, სხვათა შორის, რაც დავაკვირდი, არიან ადამიანები, ვისაც გონიათ, რომ საჯარო გაშლა არის მაგათი პირადი გაშლა. ძვირფასო ქალბატონებო, YouTube სივრცეზე. სივრცესთვის მაქვს ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ TikTok-ზე ესეთი რაღაცა არ ხდება ხოლმე. მათ გააზრებული აქვთ, რომ საჯარო ფორმატია და თუ ინფორმაცია რაღაცა
არ მოწონთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომენტარებში უნდა დაწერონ, რომ ეს მაგისი არ არის და ანუ ძვირფასო ქალბატონებო. როდესაც თქვენ უყურებთ გაშლას საჯარო ფორმატში, იქ შეიძლება რეზონირდეს სიგნიფიკაცია 100%-ით, მაგრამ გაშლაში ისევე როგორც თქვენთან რეზონირდა სიგნიფიკაცია, სხვასთანაც რაღაც პროცენტულობით რეზონირდა. ამიტომ შეიძლება გაშლის ფორმატში რაღაც ნაწილი იყოს თქვენი, რაღაც ნაწილი იყოს იმ ადამიანის და პირადად თქვენზე საჯარო ფორმატის გაშლას რო იღებთ, ამას ელემენტარული ცოტა გააზრება ხო უნდა, რომ ეს არ არის თქვენი გაშლა. და იქ კომენტარებში რო არ მიწეროთ, ისა რა ქვია, რას ქვია ეს მე არ დამართნია და მე როგორ შეიძლება ის შემოვიდეს და რაღაც სისულელეები. ძალიან გთხოვთ რა, არ მჭირდება, იმიტომ რომ როგორი რაღაცა იცი, კიდევ ამბობ, ეხა იმიტომ ვაჟღერებ ამ ინფორმაციას, რომ არ მინდა მართლა ყველა ისეთი ადამიანი, ვისაც რაღაცეები გაანალიზების უნარი არ გააჩნია, ავდგე და პირდაპირ ჩავაგდო ბლოკებში. ადამიანებო, გააცნობიერეთ, შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს და ამიტომ წერ ეხლა ამ ვიდეოსაც და ხსნი ამდენს. ადამიანმა არ იცოდეს, რას ნიშნავს საჯარო გაშლა და რას ნიშნავს პირადი გაშლა. ეს არის, რასაც თქვენ YouTube-ზე უყურებთ, ეს არის საჯარო გაშლა, რომელიც შეიძლება გეკუთვნოდეს შენს და შეიძლება ეკუთვნოდეს იმასაც. აქ ინფორმაცია შეიძლება ერთი წინადადება გეკუთვნოდეს შენ, 99% ეკუთვნოდეს იმას და 1% შენან პირიქით. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საჯარო ფორმატის ვიდეოები და არა შენი პირადი. ეხლა კი დავიწყოთ. მომავალი ერთი კვირის ტაროს პროგნოზი. ნახოთ ეხლა ვისი უნდა იყოს გაშლა, სიგნიფიკაცია გავაკეთოთ, ვისი უნდა იყოს გაშლა. სიგნიფიკაცია ადამიანების ვისთვისაც უნდა იყოს მომავალი ერთი კვირის ტაროს პროგნოზი. როგორი ენერგიები იქნება თქვენთვის მომავალი ერთი კვირის განმავლობაში სამყაროსგან გამოგზავნილი, როგორ ენერგიებში იქნებით სამყაროსგან თქვენ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. როგორ ენერგიებში იქნებით მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. სამყაროსგან საჩუქარი, ასე ვთქვათ, მოვლენა საჩუქრის სახით თქვენ მომავალ ერთ კვირაში. საჩუქრის სახით მოვლენა თქვენს ცხოვრებაში. ეხლა ვნახოთ სამსახურის ამბები როგორი იქნება თქვენთან მომავალი ერთი კვირაში, ერთი კვირის განმავლობაში, სამსახური როგორი იქნება, სამსახურის ამბები. ვნახოთ ასევე როგორი იქნება ფინანსური შემოსავალი მომავალი ერთი კვირის მანძილზე. ფინანსები მომავალი ერთი კვირის მანძილზე როგორი იქნება თქვენთან. და პირადი სასიყვარულო ურთიერთობაში რა ძვრები იქნება მომავალი ერთი კვირის მანძილზე, მომავალ ერთ კვირაში. პირად სასიყვარულო ურთიერთობაში რა დაიძვრება თქვენს ცხოვრებაში, მოდი ვნახოთ. შენ აქ ჩაატარე შენს თავში, მოდი ასე ვთქვათ, სამუშაოები, ჩემო ძვირფასო ადამიანო, შეიძლება აქ მედიტაციას აკეთებდი, შეიძლება მედიტირებდი. შენი მენტალური გონებრივი მდგომარეობა ახლა არის დასუფთავებული, დაწმენდილი, დალაგებული. აქ კიდევ ვიტყვი, შენ სულში ჩაატარე მიწიერ დონეზე, შენი ქმედებებით, სამუშაოები, ისეთი როგორიც გინდოდა ყოფილიყო შენი მომავალი და ამ შენი ქმედებით გადადგი, ასე ვთქვათ, რაღაცა იცი, შენს მენტალშიც გააცნობიერე როგორი მომავალი გინდოდა, რა გინდოდა ყოფილიყო და გადადგი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, თითქოს აი გამოხვედი ამ სამუშაო პროცესებიდან და შენ უკვე მზად ხარ მიიღო შენს ცხოვრებაში ძალიან მშვიდად ელოდები რაღაცას, რაც უნდა შემოვიდეს შენს ცხოვრებაში. თითქოს მოჩანს ჰორიზონტზე ის რაღაცა, მაგრამ ცოტა არ იყოს შორს არის. ნახოთ როგორი თუ იცანი შენი თავი, ესე იგი
გაშლა არის შენი. ხო, აქ კიდე ვიტყვი სიგნიფიკაციაში, რომ შენ სხვათა შორის შენი ეჭვი, ფიქრები, რაც შეიძლება გქონდა იმ შენს მოლოდინთან დაკავშირებით, ცოტა რასაც ელოდებოდ ცოტა რაღაც პერიოდში შეიძლება ეჭვები და ფიქრები გქონდა, მაგრამ ამასაც მოერიე, გაუშვი და ეხლა უბრალოდ გახარდა მშვიდად ელოდები. მომავალი ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდება? კიდევ ვამბობ, ჩემო ძვირფასო ადამიანო, მამაკაცი, რომელიც თქვენს გულში იყო ნამდვილად, თუმცა აქ იყო სტაგნაცია, ეს ადამიანი არაფერს არ აკეთებდა, მაგრამ თქვენ გიყვარდათ ეს ადამიანი. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება მამაკაცი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩუმად და რომელთან დაკავშირებითაც იყო პერიოდები, რომ ძალიან ცუდად იყავით, თუმცა გამოხვედით ახლა ამ სიტუაციიდან და გახსენდებოდათ ყველაფერი კარგი, ამ ადამიანთან არ იცოდით მოკლედ, როგორ რაღაცა იცი, ბოლომდე ვერ გამოდიოდით ამ ადამიანისგან, თუმცა ეს მტკივნეული ფიქრები და ასე შემდეგ გამოჯამრთელდით, აქ მედიტაციები და ასე ვთქვათ, რაღაცა ისეთი პრაქტიკები, მაღალსულიერი პრაქტიკები შეიძლება ატარებდა ადამიანი, მედიტირებდა, ჰქონდა სამყაროსთან კავშირი და გამოხვედით ნამდვილად. მოკლედ ის არის, რომ ეს ადამიანი თქვენს ენერგიებში იყო მაქსიმალურად, ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე, გადახვალთ ენერგიებში, რომ თითქოს დიდი ხანი რაზეც ფიქრობდით, რომ ღმერთო, ოღონდაც გამომან თავისუფლე ამ მდგომარეობიდან, უკვე აღარ შემიძლია ჩემი სული ამ ადამიანისგან გაანთავისუფლე, ამომიყვანე ამ ემოციებიდან, ზუსტად რომ ამოხვედით, ეს ადამიანიც გამოდის, ბრუნდება. სამსახურში თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩემო ძვირფასებო, რაღაცა აქ დიდი ცვლილება ხდება. ახალ გზაზე გადიხართ, რაღაცა ინფორმაცია აქ თუ სამსახურიდან წამოსული იყავით, ან თუ მოხდება სამსახურიდან წამოსვლა, თქვენ გელოდებათ ახალი გზა და ინფორმაცია თქვენს ახალ მომავალთან დაკავშირებით, რომელზედაც დიდხანს ფიქრობდით, მაგრამ შეიძლება არ აკეთებდით ამას. აქ ვიღაცა სამსახურიდან შესაძლებელია წამოვიდეს, იმიტომ რომ დიდი ხანია მან რაღაცა ბზარი იყო, რაღაცები არ მოგწონდათ, რაღაცა მოხდა ისეთი, ხდებოდა რაღაცები ისეთი ბოლო პერიოდში, რასაც ითმენდით, მოდი ასე ვთქვათ. თუმცა, თქვენ აქ უნდა მიგიღოთ გამოცდილება, კი არა და რა გამოცდილებაც მიღებული გაქვთ, აქ დიდი სტაჟიანი სამსახურიაში ხართ. რა გამოცდილებაც მიღებული გაქვთ, ეს იყო თქვენი კარკასი, რაც უნდა შეგეკრათ და თქვენ აქედან გიწევთ წამოსვლა. აქ უცბად რაღაცა კონფლიქტი მოხდება და მოგიწევთ წამოსვლა და აუცილებლად თქვენ გელოდებათ ახალი გზა, ახალი ინფორმაცია, ახალი ნაბიჯი მშვიდი მომავლისკენ, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ეს იცოდეთ. თუ ვინმე სამსახურს ელოდება, აქ აუცილებლად მიიღებს ინფორმაციას ან პასუხს. ფინანსებში, იდეალური მდგომარეობა, ფინანსურ მხარეში, ჩემო ძვირფასებო, თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი, აქ თუ იყო რაღაცა თითქოს ცოტა იცი რა არის, გქონდათ რაღაცა, კი ბატონო, ნამდვილად, მაგრამ აქ იქნება, თქვენ რაც გქონდათ, იმას კიდევ ახალი წყაროებიდან შეემატება ფინანსური რესურსი. იმიტომ რომ აქ თქვენ რაღაც ბალანსი იჭერთ, თითქოს სამყაროს სამართლიანობა,
აჰა, ნახე, თქვენ რაღაცა სტაბილური შემოსავალი შეიძლება გქონდათ, მაგრამ აი ყველაფერში არ ყოფნიდათ. აქ ახალი წყარო და განახლებული ისე როგორც იყო სტაბილურად როგორც იყავით, აი რაღაცა როგორ თქვა, გქონდათ რაღაცა, მაგრამ თითქოს იყო რაღაცები, რაც გინდოდათ და ვერ აკეთებდით. მოკლედ, მოდი ასე ვთქვათ, სამყარო იღებს გადაწყვეტილებას, სამართლიანობის პრინციპი, რომ თქვენ ახალი წყაროდან მიიღებთ ფინანსურ რესურსს. აქ შეიძლება იყო რაღაცა შეჩერებული, თქვენ მაინც თქვენ საქმეს აკეთებდით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა შიშებიც გქონდათ, რომ რა ვიცი, კი მაქსიმუმს ვაკეთებ და ასე ვთქვათ, რა ვიცი, იქნება რამე იდეალური მდგომარეობა ფინანსებში, რომელიც გაგრძელდება ძალიან დიდხანს, ჩემო კარგებო. ფინანსებში შემიძლია გითხრათ, რომ იდეალური ამბები გექნებათ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. შემოსავალი გაიზრდება და შეიძლება ეს იყოს სრულიად ახალი წყაროდან ან იმ წყაროდან, საიდანაც იღებდით, ასე ვთქვათ, უფრო მეტი შემოსავალი იყოს, ანუ განახლება ამაში იგულისხმება, რაც ემოციურად, აი გაახლებთ, მოდი ასე ვთქვათ. პირად სასიყვარულო ურთიერთობაში რა მოვლენები დაიძრება? ჩემო კარგო ქალბატონო, შენ გეუბნები გამოდიხარ რადიკალური გადაწყვეტილების პოზიციიდან, რომელიც ცივი გონებით მიიღე, მაგრამ იდექი აი მკაცრად რაღაც საკითხზე, რაც შენთვის იყო ძალიან ბევრს ფიქრობდი, მოდი ასე ვთქვათ, ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილების მიღება შენთვის იყო ძალიან რთული, მაინც მკაცრად იდექი ამ პოზიციაზე, მკაცრად არა, უფრო გაანალიზებულად, გაცნობიერებულად იდექი ამ პოზიციაზე, ან ჩემი მომავალი იქნება ასე, ან არ იქნება, თუმცა არ იცოდი აქ რა იქნებოდა. აქ შენ მაქსიმალურად შენ საქმეზე იყავი გადარსტული და შენი საქმიანობიდან, მოკლედ, მოდის ადამიანი პირად სასიყვარულო ურთიერთობაში რაც რები იქნება და რაღაც ძალიან გახარებული იქნები, ძალიან კმაყოფილი იქნები, ჩემო კარგებო. გამოსვლა არის დარდიდან, მარტოობიდან და თითქოს ახალი ეტაპი გეწყებათ, გადადიხართ რაღაც ახალ ეტაპზე ბედნიერების მდგომარეობაში რა. აქ კიდე გეტყვით, თქვენ შეიძლება სამყაროს უგზავნიდით ინფორმაციას, ძალიან ბევრს აკეთებდით იმისთვის, რომ რაც თქვენ რასაც თვლიდით, თქვენ თქვენ რასაც თვლიდით, რომ თქვენ გეკუთვნოდათ, იმას იღებთ. იღებთ რა, გიგზავნით სამყარო. თითქოს აი შეისმინა სამყარომ თქვენი ეს აფირმაციები, აქაც ხო თქვი აკეთებდით და თქვენთან მოდის სიყვარული, ჩემო ძვირფასებო. თქვენი მონათესავე ურთიერთობა, აქ უფრო ვიტყოდი, განახლებული, ეს ადამიანი იყო რაღაც პერიოდის განმავლობაში მიწიერ დონეზე სტაგნაციაში, აქ არ მოქმედებდა და განახლებული ფორმით მოდის თქვენთან ახალი ეტაპი სიყვარულში. რაც შეეხება, რა ძვრები იქნება მომავალ კვირის მანძილზე სასიყვარულო სფეროში, ეს იქნება ძვრები, თქვენ გამოდიხართ ცივი ენერგიებიდან და დარდებიდან, სხვათა შორის, აი ეს წამოს დამდასტურეთ რა არის. ხო,
თქვენ აი ცდილობდით რომ აი ამ დარდებიდან გამოსულიყავით, არაერთხელ ცადეთ, მაგრამ რამდენჯერმე უკანად შებრუნდით და უკვე აი ამაში აპათიაში იყავით ამ სიყვარულთან დაკავშირებით რა. ზოგადად სიყვარულთან დაკავშირებით ცვალებად ენერგიებში იყავით. ხან ისე იყო, ხან ესე იყო, ხან ისე იყო, საბოლოოდ გამოსვლა არის ამ სიტუაციებიდან და 10-იან თავარი არის შუა არკანი ამ შემთხვევაში 10-იან თასებში მხართ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ აი ძალიან კარგად იგრძნობთ თავს სიყვარულის სფეროში. საჩუქარი სამყაროსგან ღმერთო რაღაცა ახალი. ჩემო კარგებო, საჩუქარი სამყაროსგან იქნება ის, რომ შენი კარმული მისია მიწიერ დონეზე დამოკიდებულებები დატოვე წარსულში, გაიარე სულიერი ტრანსფორმაცია და მიდიხარ ახალ გზაზე. აი ეს არის საჩუქარი სამყაროსგან გამოდიხარ კარმული და სულიერი სწავლების პროცესებიდან და ახალ გზაზე გადიხარ უკვე მომავალი კვირის განმავლობაში. რა არის ეს ახალი გზა სამყარო? შენი ოცნება რა იყო? უკან ტოვებსო ამ ყველაფერს რაც ოცნებები რაც დაემსხვრაო და თითქოს იბრძოდაო და მაქსიმალურად რაც ცდილობდაო. კარგი, ახალი გზა სად მიდის ამ ადამიანის? დიდი ხანი რასაც ელოდებოდი, რომ ამაკაც გადმოედგა ნაბიჯი შენთან მიმართებაში და შესულიყავი მშვიდ პერიოდში მიწიერ დონეზე. აი აქ მიდის შენი აი ეს ფეხები ახალი გზისკენ. მე კი გამშვიდობებით პოზიტიური და დადებითი ენერგიებით და ემოციებით ძვირფასო ხალხატკნელო გისურვებთ ყველაფერი საუკეთესოს და თუ თქვენი იყო გაშლა და ლაიქეთ ვიდეო ენერგომიმოცვლის სახით სამყაროსთან რომ მოხდეს ბალანსი და დაფიქსირდეს თქვენი ენერგიები სამყაროს ენერგიებთან. გიგზავნით სიყვარულს და გამშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გისურვებთ მზეს თქვენს სულში.